არასტაბილური საინვესტიციო გარემოს გამო ვერ მოხერხდა ინვესტორების მოზიდვა. ბიზნესმენი დავით ხიდაშელი რიყის დოქების გაყიდვის მიზეზს განმარტავს. ამ და სხვა თემებზე რამდენიმე წუთში გეუბნებით. 359 მომხრე 42 წინააღმდეგი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მეგობარი აქტი მიიღო. ირაკლი კობახიძემ 5 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა. მცხეთა-მთიანეთში ალექსანდრე ზაგაშვილი, შიდა ქართლში სიმონ გულედანი, სამცხე-ჯავახეთში ზალ გელაშვილი, გურიაში გიორგი ხურჯუმელიძე, ხოლო ქვემო ქართლში ლევან ხარაბაძე. საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასის შემცირების პარალელურად საქართველოში საწვავი 9-10 თეთრით გაიაფთა. ეროვნულმა ბანკმა ოქროს ზოდების გაყიდვით 2024 წელს უპრეცედენტოდ დიდი 429 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. აპრილში საქართველოდან 96 უცხოელი გააძევეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველოს ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილმა კი იძულებით მათ ქვეყანაში შემოსვლაზე აკრძალვა დაუწესდათ. მოგესალმებით, ეს საქმის კურსია დღის თავარ ბიზნეს და ეკონომიკურ ამბებს მე ჟურნალისტი ანუკა ჭოხაძე გაგაცნობ. არასტაბილური საინვესტიციო გარემოს გამო ვერ მოხერხდა ინვესტორების მოზიდვა. ბიზნესმენი დავით ხიდაშელი რიყის დოქების გაყიდვის მიზეზს განმარტავს. განცხადება დღეს მედიაში მას შემდეგ გავრცელდა, რაც გუშინ ცნობილი გახდა, რომ ხიდაშელმა რიყის დოქები რიყე დომს მიჰყიდა. განცხადებაში ხიდაშელი წერს, რომ ის არასოდეს ყოფილა პოლიტიკური პროცესების მონაწილე და ინტერესების გამტარებელი. მისი თქმით, რუსეთში ხიდაშელის საქმიანობა 10 წელზე მეტი ხნის წინ დასრულდა და რუსეთთან მას არანაირი კავშირი აღარ აქვს. ცნობისთვის ეგრეთ წოდებული რიყის დოქები ხიდაშელმა 10 მილიონ ლარად შეიძინა. როგორც მან BMG-ს განუცხადა, ქონების რეალიზაციაც 10 მილიონად მოხდა. ხიდაშელს რიყის დოქებში 20 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვადა 12 მაისს ეწურებოდა. მისი ახალი მფლობელი კომპანია რიყე დომია, რომელიც თორნიკე კოპალიას ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ 12 მილიონი ლარის ინვესტიციის შეუსრულებლობის გამო სახელმწიფომ დავით ხიდაშელს უკვე ჩამოართვა კურორტი ახტალა, ასევე მიმდინარე წლის 20 მარტს ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიას ასევე ჩამოართვა კურორტი ლიბანი და თითქმის 500,000 ლარის პირგასავთახლო დაეკისრა. სხვადასხვა მიზეზების გამო, მათ შორის ჩვენი პირადი ინვესტიციების გარდა, ვერ მოხერხდა სხვა ინვესტიციების მოზიდვა არასტაბილური საინვესტიციო კლიმატის გამო. ამას ყველა კარგად ხედავს, ამიტომ ეს წამოწყებაც არ განხორციელდა ბოლომდე და დღეს უკვე რიყის დოქებიც გასხვისებულია. ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების საინვესტიციო აქტიურობა საქართველოში მინიმუმამდე შემცირდა, მაგრამ ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნაკლებად გვიყვარს სამშობლო. რა თქმა უნდა, მომავალშიც შევეცდებით შეძლების დაგვარად ბევრი სასარგებლო პროექტი განვახორციელოთ. ამასთანვე საჭიროდ ფლი განვაცხადო. არ ვარ და არასოდეს ყოფილვარ პოლიტიკური პროცესების მონაწილე ან პოლიტიკური ძალების ინტერესების გამტარებელი. ჩემი ეგრეთ წოდებული რუსეთში ბიზნეს საქმიანობა 10 წელზე მეტი ხნის წინ დასრულდა და მას შემდეგ რუსეთთან არანაირი კავშირი აღარ მაქვს. ტყუილად მაბრალებენ რუსეთთან არარსებულ კავშირებს. ჩემი საქმიანობა სრულად დისტანცირებულია შიდა და გარე პოლიტიკური დაპირისპირებებისგან. ყველა ცილისწამებლური ცდელობა, რომ ჩემი სახელი გამოყენებულ იქნას პოლიტიკური ქულების დასაწერად მკაცრად მიუღებელია. ეროვნულმა ბანკმა ოქროს ზოდების გაყიდვით 2024 წელს უპრეცედენტოდ დიდი 400 მილიონიანი შემოსავალი მიიღო. 2024 წლის განმავლობაში სების მიერ ადგილობრივ ბაზარზე გაყიდული ოქროს მოცულობის შესახებ ცნობილი სების მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშიდან ხდება. დოკუმენტის თანახმად სამახსოვრო რომ მონეტებისა და არამონეტარული ოქროს ზოდების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი გასულ წელს 429 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2023 წელთან შედარებით 36 ჯერ მეტია. ეროვნული ბანკის განმარტებით მათ ოქროს ზოდების რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ოქროს ზოდებზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე დაიწყეს. BMG-მ სებს ოქროს რეალიზაციასთან დაკავშირებით კითხვით ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში მიმართა, რა დროსაც სებში განგვეცხადეს, რომ მთლიანობაში მათ მიერ ბაზარზე სარეალიზაციოდ გამოტანილი ოქროს ზოდები 529 მომხმარებელმა შეიძინა. ტრანზაქციების ჯამი კი 957 შეადგენდა. აღნიშნული ტრანზაქციების სრული მოცულობის შესახებ ცნობილი კი ახლა სების მიერ 2024 წლის ანგარიშის გამოქვეყნების შედეგად გახდა.
სადაზღვევო სექტორში ეგრეთ წოდებული დაშენებული პაკეტების აღდგენის საკითხი აქტიურდება. Გასულ კვირას სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ, სადაც მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესაძლო ცვლილებები და ეგრეთ წოდებული შემავსებელი პაკეტების დაბრუნების შესაძლებლობა განიხილეს. კერძო სექტორში თვლიან, რომ სახელმწიფოსა და სადაზღვევოების თანამშრომლობით ასეულობით მილიონი ლარის დაზოგვა და მოსახლეობისთვის ეგრეთ წოდებული ჯიბიდან გადახდების ხარჯების შემცირება შესაძლებელი. რა კომუნიკაცია შედგა ჯანდაცვის სამინისტროსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის თემაზე ნუცა შუბაშვილი მუშაობდა და დეტალებით პირდაპირ ეთერში გვერდდება, ნუცა გისმენთ. ანუკა მოგესალმები, როგორც ცნობილია უკვე არაერთი წელია სადაზღვევო ინდუსტრია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებებს და ეგრეთ წოდებული შემავსებელი პაკეტების დაბრუნებას ითხოვს, რადგან დღეს არსებული მოდელით თუ კი მოქალაქეების დიდი ნაწილი კერძო დაზღვევას შეიძენს, მათ საყოველთაო პროგრამის დატოვება უწევთ. როგორც ირკვევა, გასულ კვირას სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები ჯანდაცვის მინისტრის ახალ მოადგილეს ირაკლი სასანიას შეხვდნენ, სადაც მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პარალელურად ეგრეთ წოდებული შემავსებელი პაკეტების დაბრუნების შესაძლებლობაც განიხილეს, როგორც ჩვენთან საუბარში დაზღვევის კავშირის გენერალური მდივანი აცხადებს, უწყების მხრიდან თანამშრომლობაზე მზაობა გამოითქვა და ახლა უკვე კვირის ბოლომდე სადაზღვევო ინდუსტრიამ სამინისტროს კონკრეტული დასაბუთებული ინიციატივები უნდა წარუდგინოს. წინა კვირაში ჩვენ გქონდა ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა. ერთ-ერთი ძირითადი საკითხი სწორედ დაშენებული პაკეტების არსებობა იყო. დაიწყო მუშა პროცესი, ჩვენგან ელოდებიან სადაზღვევო ინდუსტრიისგან გარკვეულ მოსაზრებებს ჯანდაცვის სამინისტრო, მათი მზაობა გამოთქმული ამ შეხვედრაზე არსებობს. დაველოდოთ რა გზებს ვიპოვით იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი კერძო დაზღვეული იყოს და უფრო, ასე ვთქვათ, ჯიბიდან გადახდის პარამეტრები შემცირდეს. ფაქტი ერთია, რომ კერძო დაზღვეულთა შენაკადები შემცირდა და ჩვენ ვნახეთ, რომ მხოლოდ 25,000-ით გაიზარდა ბოლო წელს, როცა ადრე 50, 40, 60,000-იც კი იყო ზრდა. ამიტომ რომ არ დაიწყოს სადაზღვევო კომპანიებს შორის დაზღვეულთა კანიბალიზაცია, საჭირო არის გარკვეული ინსენტივების გაჩენა, რომ 15%-ზე მეტი, 20%-ზე მეტი, 25%-ზე მეტი ჩვენ მივიღოთ კერძო დაზღვევაში. დაშენებული, ანუ შემავსებელი პაკეტები ჯანდაცვის სამინისტრომ 2017 წელს გაუქმა. შეძლოს დაწესება მაშინ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის უკონტროლოდ გაზრდილი ხარჯების შეკავების აუცილებლობით აიხსნა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. კერძო დაზღვევით სარგებლობა ამ ეტაპზე მხოლოდ პენსიონერებს და ბავშვებს შეუძლიათ. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს მოდელი ახლა წარმატებით მუშაობს და მისი გაფართოებით ერთი მხრივ გრძელვადიან პერიოდში საბიუჯეტო თანხების დაზოგვა შესაძლებელი, მეორე მხრივ კი მოსახლეობა უკეთეს სამედიცინო სერვისებს მიიღებს, როგორიცაა მაგალითად პროფილაქტიკური კვლევები, დიაგნოსტიკა, მედიკამენტები, რაც თავის მხრივ მოსახლეობას ხარჯებს დაუზოგავს. სახელმწიფო დღეს ძალიან დიდწილად აფინანსებს, როდესაც ადამიანს თხოვს წამალს, თხოვს ამბულატორიული კვლევების დაფინანსებას და რომელიც გადის ხო რეფერალური პროგრამებიდან, მუნიციპალური პროგრამებიდან და ასე შემდეგ. ასე რომ ერთნიშნულოვანი პასუხი არ არის, მაგრამ ერთი რამე ვიცით, რომ ადამიანისთვის სასარგებლოა. ეს არის უდაო. ადამიანისთვის სასარგებლოა და რასაკვირველი ინსტიტუციური დაფინანსების გაზრდა, ანუ ჯიბიდან დაფინანსების შემცირება უდაოდ ეფექტურობას და ეფექტიანობას ჯანდაცვის დაფინანსების გაუმჯობესებს მნიშვნელოვნად. ერთის მხრივ ეს მოახდენს ჯიბიდან გადახდების შემცირებას, მოხდება პრევენცია ავადმყოფობების, როდესაც მათ ექნებათ კერძო სადაზღვევო სექტორში შეძენილი სხვადასხვა ტიპის სერვისები, როგორიც არის მედიკამენტოზური მკურნალობა, ამბულატორიული სერვისები, პროფილაქტიკური კვლევა, სტომატოლოგია და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, გაიზრდება სადაზღვევო ბაზა, სამედიცინო დაზღვევის მომხმარებელთა რაოდენობა და მესამეს მხრივ ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ალბათ სახელმწიფო დაზოგავს თანხებს არა მხოლოდ თქვათ ბიუჯეტურ სახსრებს იმაში, რომ გააფართოვოს მოქალაქისთვის სამედიცინო დაფარვის რისკები, არამედ ავადობის პრევენციაც მოხდება წინასწარ, სანამ თქვათ არ მივა მოქალაქე თქვათ სტაციონარულ შემთხვევებამდე, როდესაც თქვათ პრევენციული სამედიცინო სერვისები ექნება უკვე ნაყიდი. ამიტომ სამხრივად კარგი ამბავი იქნება ეს თუ გაკეთდა და რაღაცნაირად პირველ რიგში ეს იქნება მოქალაქის ჯიბიდან გადახდების შემცირებისთვის განკუთვნილი პროცედურა.
დღეს სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 9 მილიონზე მეტ ადამიანს ազღავს, კერძო სამინისტრო დაზღვევით კი საქართველოს მოსახლეობის 20% სარგებლობს. გასული წლის მდგომარეობით მოქმედი პოლიციების რაოდენობა 741.174 შეადგენდა და წლიურად დაახლოებით დაზღვეულთა რაოდენობა 20,000-ით იყო გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში შესაბამის კითხვაზე პასუხისას ეგრეთ წოდებული დაშენებული პაკეტების აღდგენა არც თავად ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გამორიცხა, როგორც აღინიშნა, ახლა კვირის ბოლომდე სადაზღვეო კომპანიებმა უნდა მიაწოდონ კონკრეტული ინიციატივები ჯანდაცვის უწყებას, საბოლოოდ როგორ გადაწყდება საკითხი, რომლის გადაჭრასაც კერძო სექტორი უკვე წლებია ითხოვს, ამას უკვე მომდევნო პერიოდი გვიჩვენებს. მადლობა ნუცა, ეს ნუცა შუბაშვილი იყო, რომელმაც დაზღვევის დაშენებულ პაკეტებთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია მოგვაწოდა, ჩვენ კი ვაგრძელებთ გამოშვებას. საწვავი 9-10 თეთრით გაიაფთა. საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასის შემცირების პარალელურად საქართველოში საწვავის ფასი გაიაფებას განაგრძობს. მარტის ბოლოს ეგრეთ წოდებულ ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულების 10-13 თეთრით შემცირების შემდეგ მაისის დასაწყისში ბენზინის და დიზელის ღირებულება კიდევ 9-10 თეთრით შემცირდა. საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს, რომელ ქსელში რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ფასი. საშუალოდ დღეს პრემიუმ ტიპის საწვავს 2.79 თეთრიდან 3.19 თეთრამდე შეძლებთ. რეგულარი ტიპის ბენზინგასამართ სადგურებზე 2.59 თეთრიდან 2.99 თეთრამდე ღირს, ხოლო რაც შეეხება სუპერის ტიპის საწვავს, ამ შემთხვევაში ფასი 2.99 თეთრიდან 3.63 და 63 თეთრამდე მერყეობს. საქმის კურსი 13 საათსა და 40 წუთზე ამით დასრულებულია. განახლებული ინფორმაციით BMG TV-ზე 15 საათსა და 30 წუთზე, ხოლო TV პირველზე 17 საათსა და 40 წუთზე დაგიბრუნდებით.